საგანელძები საცხოვრებენ ბიჭო. გელა. რა გასულ ბიჭო შენ? საგანელძე ბატონო. ედა სახშია? იბეთო. ედა. გამარჯობა ბატონო. ჯოლა საგანელძის მეუღლე ბრძანდები ხო? ჯოლას მეგობარი კაცი ვარ მე. წერილი მაქვს მის თქვენ. მოგზაურობ ბატონო სახლში. ზიმეავად ყოფი იყო ჯოლა. ციხეს სიკვდილი არ უნდა. აუხტა ნატურა სრული. ეს წერილი მანამდე გადმომცა. გრძნობ დავად სასუდავი რომ აღარ იყო ამ ქვეყანას. აქამდეც უნდა მომედანა ქალბატონო, მაგრამ არა და არ მომეცა მის საშუალება. ბავშვმა თუ იცის ვუმალა, მაგრამ ხდება მგონი რაღაცას. მივდივარ შულა მე და იცოდე ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც შემეძლო. რის საშუალებაც მომცა ბუნების ძალა. სათხოვარი დანდერძი მაქვს შენთან. კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწოდეს კვარივით, სანთელივით, კოცონივით, ზესავით, როგორ ხვეთრსაც გარგუნებს განგება ის. იმაზეც უნდა იფიქრო, შენ რომ ჩაქვრები წვდიადმა ვერ დაისადგუროს ირგვლივ. ან შენ რომ დგახარ მაგერთ ფიორე ადგილზე მაინც. სადამდე ანთი ხარ ისე უნდა ენტო შულა რომ სხვა ცაანთოს შენ მას სიცოცხლემ და აღარ შეიქმნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. ვიმედოვნებ ასე იცხოვრებ და მივდივარ დამშვიდებული. აპატიეთ რომ ვერ გამოგატეკით მეუღლეთ, მეგობრად და მამად. 18 წლისას წააკითხეთ ჩემს ბიჭს ეს ბარათი. კაცური კაცი იყო. ჯოლა საგანელძე. ათაში ერთი რომ ყავდეს ჯოლასთან აკაცები ქალბატონო. სხვა ფრებს არ იმართოს იქნება ხალხის ცხოვრება და მომავალი. ბატონი მუშნი ზარანდია. სწორედ. თქვენი მონამორჩილი მუშნი ზარანდია ბოდიშ შეხტის დაუპატეჟებელი სტუმრობისათვის. ბრძანდებოდეთ გრაფ, ბრძანდებოდეთ. ეს რა ხნა მეთქვა რომ თქვენ შეუძლოთ ბრძანდებით. იმასაც მოესწარი რომ საიმპერიო დაზვერვის ხელმძღვანელი, მისი უდიდებულესობა იმპერატორის პირადი მრჩეველი, პოლკოვნიკი მუშნი ზარანდია, სტუმრად მიდის პეპერ, გადამდგარდა ყველასაგან დავიწყებულ გენერალთან. შობულება მაქვს თქვენ ოფსწინვალებაო. ხოთე გადავწყვიტე მომენახულებინა ჩემი მფარველი და აღმზრდელი გრაფის სეგეთი. დავზარდეთ. გმადლობთ. თქვენ მუშნი თანამდებობით გააქვთ უფლება გააღვიძოთ მისი იმპერატორობით უდიდებულესობა თუნდაც დილის 4-ზე. გაგეღვიძებიათ? არა თქვენ ოფსწინვალებაო, ასეთ საჭიროება არ ყოფილა. ჯერჯერობით რა თქმა უნდა. და არის ახალი პეტერბურგში. მიუხედავად ყველა ზომებისა, ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, ხელვარება მაინც არ ცხდება. დიახ.
ტახტის მტრების წინააღმდეგ ჩვენ ყველანაირ ხალხს ვიყენებთ, როგორც პროვოკაციულს, ისე მუხანათურს. მეთანხმებით, პოლკოვნიკო. ჭეშმარიტებას ბრძანებთ, სულ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს გამოთქმა მეპატიოს. თქვენ სხვა სავარძელში გადაჯექი და მაგას იქიდან ბრძანებთ. მოხთულობა და პროვოკაცია იმპერიის ისე არაღია, რომლითაც საზოგადოებას, ხალხს სიკეთისა და სამართლიანობის ნორმები უნდა გასრულებინოს. მიაქციეთ ყურადღება გრაფ, უნდა აღასრულებინოს. როგორ? სახელმწიფო თქვენს ბოროტ საწყისად მიგაჩნიათ, ბატონო პოლკოვნიკო? იმპერია. მაგრამ კაცობრიობა თქვენ აფრთხილდება და უცხრომლად მუშაობს იმაზე, რომ სახელმწიფო უმაღლესი და ნამდვილი სიკეთის წყაროდ აქციოს. გამოდის რომ თქვენ და თქვენი აბრაგი ბიძაშვილის მეგობრებს ერთნაირი შეხედულებები გქონიათ. იმ განსხვავებით, რომ მათი ნება თუ იქნებოდა იმპერიას დღესვე დაანგრევდნენ. ახლა მსოფლიოში გასაოცრად იმადა იმ ადამიანთა რისხმა, ვისაც ცხოვრების მთავარ მიზნად იმპერიის დაანგრევა და მის ადგილზე, ასე ვთქვათ, რაღაცა ახალ სახელმწიფოს შექმნა გაუხდიათ. და ამან წარმოიდგინეთ, ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. და შეერთობ სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. პოლიტპატიმართაგან ბევრ შეხვედრი ვარ, ისინი უანგარო პირუთვნელი ხალხია და საოცარია, რომ სწორედ ისინი აყენებენ ამ პროგრამას. თუ იმპერია ბოროტება, მაშინ გამოდის, რომ მე მისი ერთგული მსახური მთელ ჩემ ცოდნას და გამოცდილებას ამ ბოროტებას ვახმარდი. მუშნი რა ისმის თქვენი ძმის, მე თუთაშხიას გულისხმობ. თუთაშხია ჩემი ბიძაშვილია. და რაც მათ თქვენ აფრთხილდება. როგორც მოგახსენებათ, თუთაშხიამ არა მარტო პოლიტიკას დარია ხელით, ციხიდანაც კი გაიქცა. თქვენ ისეთ სიმაღლეებს მიაღწიეთ მუშნი, რომელსაც თუთაშხიას ვერანაირი საქციელი ვერ შესწდება. თქვენი გულისხმობა რამდენადმე გაუგებარია. გაუგებარია? მოგახსენებათ გრაფ, მუდამ ასე იყო და ამჟამადაც იმ პრინციპით ხელმძღვანელობ, რომ ჭეშმარიტმა ადამიანმა არა მარტო უნდა ზლიოს ბოროტებას, არამედ სიკეთედაც გადააქციოს იგი. ამას გარდა თუთაშხია უკვე ფეხებში მებლანდება. როგორ გონიათ მუშნი? ეგ თანამდებობა უმაღლესია თქვენთვის, თუნდაც მიაღწევთ. ჩვენი იმპერიის პირობებში ჩემი წარმოშობის კაცისათვის უმაღლესია. მეორეს მხრივ შრომასა და თავდადებას წინ არაფერი დაუდგება. სიმართლე გითხრათ, ასეც ვაპირებდი. გადაიფიქრეთ. ამას წინათ შუალოვის დიდი გვარის საძვალე მოვინახულე. გადათელილი, მოულელი საფლავები, სევდიანი სანახაობა. ან თუნდაც სტეპან ივანიჩ შიშკოვსკი. რამხელა პროფესიული ტალანტი, რამხელა დამსახურება. მისი საფლავიც კი აღარ არსებობს. დაივიწყა, რომ დაივიწყა. ჩვენს შემდეგ ბატონო პოლკოვნიკო, მხოლოდ სახელმწიფო და ბირუთნელი სამსახური რჩება. სახელისუფლება კი ეს ქმირების ხვედრია. ქმირების და არა მათი, ვინც ქმირებს ქმნიან რა. მაგეთ რისი თქმა გსურთ? იმის რომ ქრისტესაგანაც აღარაფერი დარჩებოდა, იუდას იგი 30 ვერცხლად რომ არ გაიყიდა. ქრისტეს ტრაგიკული აღსასრული იუდას შეგნებული საქციელის შედეგი იყო.
გმირი იუდამ შექმნა, მეს მტკიცედ მჯერა. ჩეშკოვსკის როგორც ჩანს ექცმენა არ გააჩნდა. თორემ 30 ვერცხლად გაყიდდა ჯერ პუგაჩოვს, რატიშევს და მეღე გამოიძიებდა მათ საქმეებს. ბატონო მუშნი, როგორც ჩანს თქვენ უკვე გადასმეთეთ შექმნათ გმირი. რამდენადაც გიცნობთ, თუ გადასმეთეთ შექმნით კიდეც. აქ დამიცადეთ. კი ბატონო. საწავიდან დავი. ჭანდავად მაგისაც გაიგებ რამე ეს? თვითონ მუშნის ზარანდიას დავალება ეს. იცი შენ, ხელმწიფის ტოლიკაცია და არ დაგეკარგება მისი სამსახური. ვეცდები ნიგადრო ბატონო. ვეცდები, მაგრამ ეს რა მოაფიქრებინა მაგ ოჯახაშენებო. სიცოცხლისა და ვერაგობის მეტი რა მინახია მგონაზე, მაგრამ ამისთან არაფერი ხმასთან. ისე მოიყარა თავის საქმემ, რომ გზას უღობავს თუთაშხია მუშნის. ამ ქვეყანაზე ორივე სიცოცხლე ერთად არ გამოვა. აბა, შენ იცი. არ მიგონებ. როდენდე უნდა ვიყო მე ასე? მომჩი მეაბრებობას. მოვა თქვენთან სამსახურში, ასე იყო ნათქვამი. თქვენ ხეში დავდივართ აბრაგების დადევნილად. ბოლო ხო უნდა ხონდეს ამას? ცოტაც მოითმინე რაჟა ასია საჭირო. ასე მეტი სარგებლობა მოგაქვს ხელმწიფისათვის და აჰა მოგეცა საშუალება. შეასრულე ზარანდიას დავალება, ჩინს მოგცემთ და ჩაიცვი მე ოფისის თანსაცმელი. აჰა. აბა შეკაცო. უბრალოდ საფრობა რა შენი საკადრისია. კაი ბატონო. ნარიანზე. ეჩუნი პერტია და მისი ბიჭი ბუდუ. ბუდუ? კი. ევი. ბუდუნა დედა, შეხვეწე მალე დაგიქვეს. ნახევარი ხერღილა. კიდე კი, შენ წადი, მე მალე წადი. მოდი და მეჭი დავე თუთაშხიას ნაბიჯვარო. აი დაგედა, გრაშებს, ხუშენ. მოდი არ გუდუნა. შეგედა შენ ერთად ეცინა. გამოდი გუდუნა. მიზახიან რაჟავიძია თუთაშხიას ნაბიჯვარს მე. არ არის მართალი ეს. ლახადაბორო დივიჯია ხუდა გერგია. ნაძირალა თუთაშხიას ბრალია ეს ყველაფერი. წარცველი მკვლელი და ოხერია ეს დადა თუთაშხია. ყვარობს დედაშენს. დაიარება თქვენთან და უარს ვერ ეუნება ბეჭუნი. ეშინია მომკლავს. დაშინებული ყავს დედაშენის დადა თუთაშხიას. იცის ეს ხალხმა. დაკიდან რომ გელაპარაკებიან ეს ბავშვები. არაფერია გუდო. გამოიზრდები კიდე, დავაშკაცდები და მე გავუსწორდები დადა თუთაშხიას. თუ მანამდე არ ჩააძაღლეს და ჩაკლეს ადმე. კიდევ დაიარება თქვენთან ის? დადის ხანდახან, ღამით. მე რომ ძინავს მაშინ.
მოხვედი დედა რა დაგემართა შვილო რა იყო ბიჭო გამარჯობა შე. თეყვა სადა? Allá. რათა მოვიდა? მოხვედი უკვე. იჯექი ნადგარი. გამარჯობა. მამის მომსაც ხენს ფეხი ეთკინა და ფეხით მომიხდა. მთელი ღამე სიარული ძალიან გამიჭირდა. რაკენი, მოიდანე პასპორტები. კაი გაკეთებულია, ეს მაგ ვერაფერს შეაძლებს. დიდი მადლობა დათა. გაგითხრა სხვა. არაფერი. მეფეს ტახტის გამოცდილებას რო დაუპირებთ, სალფეხში მეც უნდა წამოვლებიოთ ხელი. რომ მეკუთვნეს. გეკუთვნის. ძალიან გაგვიჭირდა. კაც ვეღარ ენდობი. დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ არა უშავს დრონი მეფობენო. დათა, ერთი საქმეა კიდევ. გეცოდინება, ჩვენი გაქცევის შემდეგ, ვინც კი დარჩა, სხვადასხვა ციხეებში გაგზავნეს. ვიცი. ახლა ისევ თბილისში უყრიან თავს. გასამართლებას უბირებენ. კომოდოვის და კვიმსაძის სასამართლოზე გასვლა არ შეიძლება. სახჭობელაზე გაიყვანენ. ერთი სიტყვით თუ გზაში არ ვიხსენით, როდის უნდა გადაიყვანონ? მაგას დავადგენ და შეგატყობინებ. შენს ადგნახავს კაცი. თეყვას ეცოდინება. შევთანხმდით აბა. უნდა წავიდე დათა. ამაღამვე უნდა დავბრუნდე როგორმე. ამ პასპორტებს ხალხი ელოდება. შვიდობ, ცელვარდმა. შენი იმედი მაქვს. დიდი მადლობა. აღარ. ვინო ეს ყრუმუნჯილოქია? ადრე არ მინახავს აქ. ყრუარა ჟური. უნჯია ყველაფერი ესმის. ენა მოგლიჯეს ციხეში ღალატისათვის. შენ რომ უკანასკნელად იყავი აქ და პატიმრებს რომ შეებდნენ. აგერ გზაზე. უფროსი ზედამხედელი ყავდათ ერთი იმ პატიმრებს. მოვიდა. ამეტანი წესიერი კაცი. გამოცდილი ლაკია თავისუფლდება ჩემსას. სული საყვარელი დაჭრა და იმისთვის იჯდა. გვარი რომ ითხრა მიხსი ვიზედაც ვილაპარაკებოდ. αλλά იმას ხომ არ ვიფიქრებდი. ზედამხედელი ასწიანა სიბრალულით ატყუებს მეთქი. პოლიციას თავისი კაცი სკოლა სჭირდებოდა ჩემსას. ავიყვანე და არის ახლა აქ. რა დაამარეს მაგ მამაძახს თუ იცი? თიყვა ძაძურამ თვეში რამდენი ულუფა ხაშლამა ივაჭროს. კარგად დაგვითვალე და შეგვატყობინებო.
ასტიანას ამის ისარში მოგზავნიდნენ ცხადიეს. თავრობას რო ემალება ისეთი კაცები თუ ნახო მოდი და გითხარიო არც ამის ისმიოდათ ასტიანა აქ. 30 ვერსია ოქაულამდე. რომ უნდადეს კიდეც ვის და როგორ უნდა შეატყობინოს ასტიანა რამე. ჯაშიშერა მაგ. კვლელია. რაიცი. ჯერთი სულელია. და სულელი ადვილად კლავს კაც კი იცი შენ მაგ. მერე სამუშაოდ რომ მიიღე პატარა ხანმა გაიარა მას მერე გავაგზავნე სოფელში საქმეზე ფარგი გაუჭრიგე. საწამლავი ვუყოვე. საწამლავი. ოყურე შენ? კვლელია. სანამდე მიიღებდი იქამდე მივხვდი ამას მე. ასინდელა. აბაჯო შენ. მიხედე იქ წერენ. ბოდღო ყვალთავა და რაჟას არჩიბილი არიან. რა უნდათ მაგათ ერთად აქ კაი სახლის არ იქნებიან მოსული. პატარა ხანს მოგამხვალ დათა მიხედავ იქაურობას და ახლა ემოვა. ახლა ბატონო ახლა დაგარია ასტიანა ტაბახი მოიდანე. ზაქარია ჩვენსკენ ომზის ზურგით ისა დათათათაშია ხო? არ ვიცი როგორ დასკან ახლავე შევხედა. ნახე ხო ძვერებიანი ბოდღო ყვალთავაა და აქეთ ზურგით რომზის ჩვენსკენ ისაა დათათათაშხი. კარგად ემსახურეთ მაგათი ჯაჯღანისავი არა მაქვს. ხო. ასტიანა წავიღე ტაბახი. ღვინო ჩამოუსხი. ალექსანდროული. დროზე ახლა. ჰა ჩარ. თივა მართლა დათათათაშხია ის კაცი. რაღაც აღელგებული ჩახართ იყო ბატონო. არ მინდა და შენ შეწუხება დათა. შეიძლება ხმაური ატყდეს აქ. ატყდეს თუ გჭირია. ჭირია. აბა მოედანე ბიჭო. 달려 봐봐. Арилиана супразе. Марина Майдано синме. Марина Майдано супразе.
დავილი ესხნო! დავილი ესხნო! თიხლა! შენი ფეხი ჩამაათრია და დავილი ესხნო! თიხლა! თიხლა! გამოეთრია გარე! თიხლა! შხამი დაალევინას დიანო. თიხლა! გრაღე კარი. არ გახვიდე დედა. რა გინდა პოთხო? დათაბადონო. მითხარი რომ არ იცოდი ეს. მითხარი რომ არ იცოდი ეს მღანათობა. დათათაშია. მივხვდი და შენს მოსაკლავად რომ შემომაჭეჭე სასტიანო. უნდა გეთქვა ჩემთვის ამას თუ აპირებდი. წესია. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. სანდო ხალხია? შემზეს პიცულობენ. შენი გულისთვის ცეცხლში გადავარდებიან დათაბადონო. წავიდეთ.
მეტალი მომშილდა მიკანტორ ბატონო. რა ხდებოდა ახლა? ერთი წუთით წისქვილებთან რომ შეგევლო დუქანში გეძახოდა იგაცი ეპატიჟებოდა რაი კაცი იყო რომ გეძახის და გეპატიჟება მაშინ არ უნდა შეხვიდეს სწორედ რატო ასეთია სამსახურის წესი არ მომეწონა ის გადამკვდარი შეპატიჟება მე მათარი გითხრა რა შენიშნებია ერთვენ ცეცხლიან ნამდვილია ჩვენ დაგიერათმა გაუხსნა ცეცხლი და აიქცევიან მათ აგიტენია უსკაფში შენ ეს კაცები გვაბანია შენ ადგილზე უნდა მივიყვანო ცოცხლები სხვა რა არის გუნდა დახოცონ ერთმანეთს ყველა მაგელი საით დედა რა იყო ეს მაგენი ერთმანეთს ეცროდნენ ხომ გითხარი ნამდვილია კაცები თუ კაცი ხარ ამ ხნის კაცი ვარ პოლიციაში და მამაძაღლობაში დავბერდი და ამისთან არც მინახავს და არც გამიგონია ღმერთმა მაგენი ერთმანეთს ეცროდნენ ხომ გიძამდნენ სამი კაცი ნახონით წავიდნენ იქნება ოხრები ეხლა ბატონო ამგაი დედა რა იყო ეს მიგანდრა ბატონო რა დათა თუ დასხია შენი ნახელავი ეს მაინც ჩემი სიკვდილისთვის ხარ მოსული ამ ქვეყანაზე და მე სროლი ერთხელ ვარებ რა იქნება შეკაცო დათა თუ დასხია შენი ნახელავი ეს რომ არ შევეყვანეთ რა ხდებოდა მაშინ ფოთამდე კიდევ სამი ხაბაკი გქონდა დაგებული რომელი ენაში მაინც გაებმებოდა ბატონი კია
მოგიწულაძე სად არის? მამისონზე გულდება. მამისონზე. მომძადით, დათაბატონო. ჩაიციეთ პეტრეს გონია დავსდე მინდა. აქეთ დამბრძანე. შემოწმინეს, დათაბატონო, შემოწმინეს, მამაკიე. გაჭირვება მაჯობა. ნუ დაიდებ ჩემი ცოლშვილის ცოდვას, ნუ მომკლავ. ყველაფერს გეტყვი. ნუ მომკლავ და ჩემს ერთგული არ გეყოლება ქვეყანაზე კაცი. ერთგულება რომ შეგიძლია ხედავ მაგას მე. დადექი ახლა. ჩემს მოსაკლავად არ მომსულა. აბა ისთვის მოხვედი დათაბატონო. რას გპირდებიან ამ საქმეში გონი? სისხლი ვიყიდეს. ქოფაკი მომცეს. 15 მანეთს მაძლევენ თვეში და გასროლი. 5000 მანეთს მომცემდნენ კიდევ რომ მომეკალი მაშინ. აბა კაიზარალი მოხსულია ჩვენს და იმათეს. კაცი თუ მოგიკლავს როდესმე? არა დათაბატონო. ეხლა მასწავლეს სროლა. ამ საქმისთვის მაზრაში. რომ არ გაგიკეთებია და არც იცი რა ისეთ საქმეზე რა მოგაგიდებია ხელი შეკაც. გაჭირვება და უბედურება დათაბატონო, გაჭირვება. შარჟა ზამთარში სახადი იყო. 2 მიცვალებული გავიტანე ოჯახიდან. 2 მიცვალებული. წელიწადი გადის აღერდა, ქვა რომ ქვა არის, არ გამიგვია საფლავზე ჯერ. ჩემს იმიდი და მოსავალი 2 თვეს ყოფნის ჩემს ოჯახს. 4 შვილი მყავს. გოგოებია 4-ვე და მაგათი გაზრდა თუ მოხერხდა ვინ წაიყავს უმჭიდვა. შეიძლება ქალაქებს უკავს ალბათ. შემოვიდე ხერხული. ელიც მისი ლეკვები შიმშილს გამოყავს საშუალს. შეერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არა, ვინმე შევჭამო. იმასაც ფიქრობს მგელი, ისეთი შევჭამო რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჯამოს. მაგრამ მეტი ფიქრი არის მგელმა. ადირია და იმით. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა კონდეს. ისეთი შევჭამო რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. შენ რომ ხარ მის თანაკაცის გახარებისთვის არ ღირდეს იქნება მე რო ვარ მის თანაკაცის მოკვლა გონია. და თუ გიფიქრი ამას? კი, მიფიქრი. ის ფილი იმის დანადგილია. ფიქრობს კაცი სულ. რას არ ფიქრობს კაცი? მერე? ამ საქმეს ასეთნაირად უნდა შეხედოს კაცმა დათაბატონო. შენ რომ გინდა და ჭირია. ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა. აღარ გჭირდებათ.
რაც მე მინდა და მჭირია არაფერი არ მაგვჯერ შენ ყველა გულის ნადები ასრულებული გაქვს შენი ასე მგონია მე თუ არა კიდევ რომ გინდოდეს რაიმე სიმდიდრე სახელიან პატივისცემა ადულად აისრულებდი იმასთან ჩემს გოგოებს პატარ-პატარა სატანე მიწები და ცოტა ოდენი ფული თუ არ წაყვამს სიტებში ვინ წაიყვანს ისე ჩემი ზაბუნიას ნაირ გალს ამ სამურზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი მაგრამ ბოდიში და ცუკნა ძაღლს დაამსგავსა დარგმა და შიმშილმა ასე მგონია მე რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვება თუ ეშველება რამე შენისთანა კაცის სიკვდილი და ბატონ ქვეყანაზე ჩვენ კაცის სახელი გაქვს შენ იცი მოკლავს ბოლოს და ბოლოს ვიღაც მამაძაღლი და დიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული ღმერთი და სამართალი არ იქნება მაშინ შენ რომ მკითხოს კაცმა ბონი აღორიშვილო ხლახა და ბოროტი კაცია და თათუ თაშკია თუ არა მოვიტოდა შენსას შენი გოგოების შემხედავს გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა თოფში მესროლე და მზითები გაუწვა შენ ანგელოზებს აგერ გაგვზდა მესროლე თუ იმის გეშინია რომ სროლას დაგასწრებ შეგაქცევ ზურგს და მე რა მესროლე მე სხვას ფიქრობ დათა ბატონო რას ამ ხანაგები ყავს გარეთ მოსისხლე კი არ ვარ შენი რომ ოღონდ მოკლა და მერე ყველაფერი სულ ერთი იყოს ჩემთვის ცოცხალს მჭირია ფული მე რომ გესროლო მერე ცოცხალს დამტოვებენ ისინი ჩემ სიკვდილზე მე რომ მიფიქრია შენ არ გიფიქრია იმდენი ვერ მომკლავს ვერავინ და ვერ აიღებს იმ ფულს ისე ხალხმა რომ ვერ გაიგოს ვინქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე შენ რომ გეშინია ის ბედისწერა და სიკვდილი ახლა იქნება თუ მერე მოგიწევს მაინც თუ ასაწევი ფულ შენ ოჯახს ჩააბარებენ და რა გინდა მე თუ ცოცხალი აღარ ვიქედი ჩემი გოგოების ბზითები და შენთვის გინდა ის ფული გოგოები არაფერ შუაშია მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში ჩაიგდეთ გინდა შენ ფული შოვნა მაგრამ რა გაკლია თუ არა ხიფათის სიყვარულს არ მომო არ გაგვიდა არც უნდა გქონდეს შენი ჯიშის კაც მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი რომ მისი გულისთვის ხიფათში ჩავარდნის არ გეშინოდეს არც ეს გავს და კიდევ შენ ომგიყურებ ბონია არც შენი მიცოლებულების სიყვარული გაქვს არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი ძუკნა ძაღს რომ დაამსგავსე თუ არა კაცის ყლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცოლებულების სამარაზე ქვით დადებას როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ მაგრამ ეს ამბები შენის თანებისთვის ძნელი მისახვედრია ბონია შენ თუ გიყვარს რავე დათა ბატონო სიყვარული თუ გაქვს მივდივარვე შენ ხუთი მალე არ მაქვს მოგადგება სახარჯოთ რატომ წუხდები და ბატონო რაში მომეცი ეს ხუთი მალეთი და თათუ დაშკია რაში არ მინდა ფული წაიღე უკან და ისე გეტყვი იმ კაცების სახელს ვინც დამავალა შენი მოკლა ცოცხნარად ბონია ატო მაგიტომ არ მომიცია ჩაიხედა შეკ თათუ დაშკია მოგეკალი გარემ და ისე წაწულიყავი ნუ ლაპარაკობ სისულელებს მოსაკლავიც რომ იყო არ მოკლავდი მაინც იფიქრე კანგებამ ფიქრისთვის გააჩინა ადამიანი შედორით იყარ ბონი დათა ბატონო მოიცადე ერთ წუთს საქმელი მაქვს რაღაც ვინ მელაპარაკებოდა ქუთაისში და ვინ დამითანხმა ამ საქმეზე თუ იცი ვინ ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსიც იქ იყო მაგრამ კრიტი არ დაუძღავს
რამიდაშვილი მელაპარაკებოდა, შენი მუშნი ზარანდია. სხვა გვარი მითხრა. ესა და ეს კაცი ვარო ეგონა, არ ვიცოდი ვინც იყო. მისი პოლკოვნიკობაც ვიცოდი და პეტერბურგში რომ დიდზე დიდი კაცი არის, ისიც. მუშნი მაყიდია ეს წისქვილი შარუხიასაკ. როდის იყო ეს? ივნისის თვეში. მართალს ლაპარაკობს. ძალიან ვერაგი კაცი არის მუშნი ზარანდია. გათავატო. დიდი სიფრთხილე გმართებს. მუშნი არ მდევნის მე. ისი უფროსები მდევნიან და თანამდებობა აქვს მუშნის ისეთი რომ იძულებულია მათი ბრძანება შეასრულოს. მუშნი ჭკვიანი კაცია, დიდი კაცია. მისთან 2-3 ყავთ, მაგათ მეტი არ ყავთ, იცოდე ეს? სიფრთხილე არ მაკლია მე. სიკვდილმა თუ მიწია, აუფრთხილებლობის ბრალი არ იქნება. განგების ბრალი იქნება ის. ყოველი ხარვან რათა ვარ კამერა? მოგწანით. წელიწადზე მეტი არ ყოფილა რაკ. რამდენი ხარ ახლა შენ? ხუთმეტის, 16-ში. 15-ის, 16-ში. კი, მასე იქნება. ამორ ოთახში. პატარა იყავი მაშინ შენ მასწავლებელი ცხოვრობდა ერთი თიკო თინათი ნორბელიანი იყო გვარად. ეჩუნია სადა? გულო. ინდოურები გადენ აღასაყიდათ. მოვა ხვა. კაია ბაბუხარი გავაფიცხოთ. სველი ვარ მკლად, გავაშროთ თანსაცმელი და ვილაპარაკოთ პატარა. მალე უნდა წავიდე აქედან მე. შეგაცო, სტუმრის პატივისცემა და დახვედრა მასეთი ვინ გასწავლანე და
შეგაწუხებოდა. გავაშრობ და წავალმე. წვრილად დახეთქილი, ხმელი შეშა თუ გაფსადმე. გაცილებული ხომ არ ხარ? მე გავალ და მოვიტან. სად გავს? აგერ მაქვს პატარა ოთახში. კარში გასვლა არ მომიწევს, მავალი ხლავე. გიორგობისთვის ხარ დაბადებული. შვილდოსანი ხარ შემსავით. Rakini vidiores. Rakini kudumais. არ შეიძლება ჩემი სიკვდილი აქ. Fikrevi naes. Majoba maitz. Kuduna. Teda შენ საუთხა. რომ ვიყავი და მესროლე. ცოდვა. ფული არა იყო ბიჭო. გადაწოლებს და წაგახტავს. ის ფული. არა. მე ვიზა მაგას. კომს რომ ვერ იპოვნიან. ფულს აღარ მოგცემენ მაშინ.
რომელი ხარ? მე ვარ მალაქია. ახლა გავაღებ კარებს. ვერ შემოვალ მეჩქარება ძალიან. ავად ხომ არა ხარ? დაღლილი ვარ ნავეტან. ბოლაში თათრის ფელუკა მელოდება ტრაპეზონში უნდა გავიდე, მაგრამ საქმე მაქვს იქ. რას გთხოვ თუ იცი? ჯორი განაკაცებში ლაპარაკე თუ თაშხია სათათრეთშია თქვა. ბავშვებს გეფიცები არ სადაც არ გაგიშვებ. რა არის ეს? რაც გავხარ თუ იცი? სივდი დასწავლოს ეს შმაკმა თავენტკიო გამისკდეს ლავს. კაი. წავედიმე. შვიდობით იყავი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს დათა.